მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას თქვენი პარლამენტი ტელეკომპანია ლაგოდეხის ეთერში. სტუდიაში მუშაობს ანა კანაპლიოვა. 2008 წლის მოწვევის პარლამენტი ასრულებს მუშაობას. ბოლო 4 წელი დეპუტატებისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. საკანონმდებლო ორგანომ არსებულ კანონებში ცვლილებები შეიტანა და ბევრი ახალიც მიიღო. დღეს ჩვენ სტუდიის სტუმრებთან ერთად 2008-2012 წლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას შევაფასებთ. რითი ამაყობენ დეპუტატები და რა სირთულეები ახლდა პარლამენტის საქმიანობას, ამაზე ისაუბრებენ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ბატონი გურამ კაკალაშვილი. ბატონო გურამ, მოგესალმებით. მოგესალმებით. და მეორე სტუმარია ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე ბატონი გია თორცლაძე. ბატონო გია, მოგესალმებით. გამარჯობათ. ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ყოველი პასუხისთვის ჩვენ სტუმრებს ექნებათ 25 წამი. ბატონებო, ვიცი რომ ძალიან რთული არის 25 წამში ჩაატიოთ 4 წლიანი მუშაობის შეჯამება, თუმცა თქვენ ეს დრო გაქვთ იმისთვის, რომ შეაჯამოთ თქვენი მუშაობა, თქვენი საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოში. ბატონო გურამ, გისმენთ. სიმართლე რომ გითხრათ, მე პარლამენტში საქმიანობით მაინც არ გამოვირჩევი და არც მომენატრება პარლამენტის საქმიანობა. მაგრამ ძირითადად ჩემი აქტიურობა ლაგოდეხში იყო როგორც მაჟორიტარი დეპუტატის. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ შევძელით გავუკეთებინა 4 წლის განმავლობაში ლაგოდეხში. ეს იყო ინფრასტრუქტურის კუთხით, ეს იყო სოციალური კუთხით. მაგრამ კიდევ გასაკეთებელი ძალიან ბევრია, რომელსაც აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საქმიანობას. დიდი მადლობა. ბატონო გია, გისმენთ. მე ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტი იქნა მიღებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებები, ამ ჯგუფში მუშაობდი მე, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი. თუმცა მე მაგალითად გულემწყდება, რომ მაგალითად ვერ მოვასწარით შრომის კოდექსზე მუშაობა, რომელიც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის და რა ვიცი, ბევრი სხვა შეიძლება კიდე თქვა, მაგრამ დრო ცოტაა ძალიან და ამიტომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. დიდი მადლობა. ახლა კითხვებზე გადავიდეთ. ბატონო გურამ, პირველი კითხვა. თუ გადავხედავთ პარლამენტის მუშაობას უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, რა იყო თქვენი აზრით ყველაზე დიდი მიღწევა? ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ ქვეყანაში გაგრძელდა კორუფციასთან ბრძოლა, გაგრძელდა კრიმინალთან ბრძოლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს მყარად დადგა უკვე გზაზე, რომელსაც ქვია გზა ევროპისკენ, ევროპის დემოკრატიულ ინსტიტუტებისკენ. ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი პარლამენტის, ჩვენი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის და ხელისუფლების. ბატონ გია, თქვენი აზრით რა იყო ყველაზე დიდი მიღწევა ამ პარლამენტის? ჩემი აზრით ყველაზე დიდი მიღწევა გურამს დავეთანხმები, თუმცა ეს ყველაფერი პირდაპირ პარლამენტთან არ არის დაკავშირებული. ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი პარლამენტის იყო ის, რომ სოფლიოს დღეს ჩვენ იმდენი ვეჩიჩინეთ, ასე ვთქვათ, ჭყალებში ვამბობ ამ სიტყვას, რომ ყველგან ხმარობენ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკვე ხმარობს სიტყვას ოკუპაციას და ყველა მოითხოვს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას. აი ამ პარლამენტმა მიაღწია თავის ძალზე დიდი შრომით. ბატონ გურამ, ისევ რომ გადავავლოთ თვალი ბოლო მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, რა იყო ყველაზე დიდი წარუმატებლობა თქვენი აზრით? ჩემი აზრით ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი სოციალური დაცვის და სოციალური დახმარების სფეროში, იმიტომ რომ როცა ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ის, რომ დახმარება ყველას მიიღო. ჩვენი მიზანი და მომავალი პარლამენტის ამ მიზანი უნდა იყოს, რომ აქ ცვლილებები შევიდეს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მაინც დახმარება უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა, ვისი ბრალის არ არის ნამდვილად, რომ არ მუშაობს. დიდი მადლობა. ბატონ გია, თქვენი აზრით რა იყო ყველაზე დიდი წარუმატებლობა? ესე ერთი შეხედვით და ერთი სიტყვით ძნელია თქვა, იმიტომ რომ ერთ წარუმატებლობაზე ილაპარაკო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთელი რიგი კანონების მიღება შეგვეძლო ჩვენ ალბათ, ისევ შრომის კოდექსს ვახსენებ ისევ სისხლის სამართლის კოდექსს ვახსენებ, კიდევ სხვა ასე ვთქვათ მნიშვნელოვან კანონპროექტებს, რომელშიც ცვლილებები ალბათ მოგვესწრო და შეგვეტანა. თუმცა შემდეგი მოწვევის პარლამენტი ალბათ ამას გააკეთებს. ბატონ გურამ, საკანონმდებლო ორგანოში თქვენი 4 წლიანი მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ხედავთ ახალი მოწვევის პარლამენტის საქმიანობას და რას უსურვებდით მომავალ დეპუტატებს? მომავალ დეპუტატებს უსურვებდი ამ საქმიანობის გაგრძელებას, რაც დაიწყო და გააგრძელა კიდეც ამ პარლამენტმა, ისევ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის კრიმინალთან ბრძოლა, არ უნდა დაუშვათ ჩვენ, რომ შევასუსტოთ ამასთან ბრძოლა და კორუფციასთან ბრძოლა. აუცილებელია ეს, აბსოლუტურად მინდა დავეთანხმო.
ბატონ გიას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გაგრძელდეს ბრძოლა აი ამ ტერმინების და საქართველოს დეოკუპაციის აუცილებელი. ამაზე ბრძოლა არ უნდა შესუსტდეს არანაირად. მადლობა. ბატონ გია, თქვენ როგორ ხედავთ ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობას და თქვენ რას უსურვებდით მომავალ დეპუტატებს? მე მომავალ დეპუტატებსაც და პარლამენტსაც უშურვებდი წყნარ ვითარებაში მუშაობას, მრავალპარტიულობას უსურვებდი პარლამენტში. ვისურვებდი რომ გაახალგაზრდავდეს ცოტა პარლამენტი, თუმცა არავითარი პრეტენზია არ მაქვს ასე ვთქვათ ასაკოვან ხალხთან და ვისურვებდი რომ ამ მოწვევის პარლამენტი მოესწროს მთლიან საქართველოს, ანუ დეოკუპაციას და გაერთიანებულ საქართველოს. დიდი მადლობა და ბოლოს თქვენ კვლავ შეგიძლიათ შეაჯამოთ მეშვიდე მოწვევის პარლამენტისა და საკანონმდებლო ორგანოში თქვენი მუშაობის 4 წელი. ბატონ გურამ, გისმენთ? პარლამენტში მუშაობა ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა ნამდვილად. ის გადავიტანეთ ოკუპაცია, გადავიტანეთ ფინანსური კრიზისი, რაც ძალიან მძიმედ აღიქვა. დღეს ძალიან რთული ვითარება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთა, ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის გაჭირვებას და ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი. მე ვფიქრობ, რომ მომავალ პარლამენტს ამაზე ძალიან დიდი მუშაობა მოუწევს და აი ამ კუთხით კიდე მინდა წარმატება უსურვო მომავალ პარლამენტს. ბატონ გია, გისმენთ? მე შევაფასებ ძალიან მოკლედ. მე ვფიქრობ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის დროს მოხერხდა ის, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს და თვლიდნენ, რომ ქუჩაში მეც გააკეთებენ, მე მგონი მიხვდნენ, რომ პარლამენტში ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება, ბევრად მეტი რაოდენობა უნდა იყოს ოპოზიციური სპექტრიდან და აქედან გამომდინარე, ბევრად მეტი შედეგიც იქნება. ამიტომ მე მგონი ეს ძალიან სერიოზული მიღწევა იყო, რომ გატყდა ეს ნავსი, ასე ვთქვათ. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ, დიდი მადლობა ბატონო გია, ბატონო გურამ იმისთვის, რომ იყავით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები, წარმატებას გისურვებთ. ასეთი იყო თქვენი პარლამენტი დღეს, მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.